აბა როგორ ვარ დღეს? მოიცა ასე ჩუმად უნდა ჩავატაროთ დღევანდელი დღე? ხმა მომეცი! ეთილი, გამარჯობა მეგობრებო! მოგესალმებით! გამა გრეპლინგზე, ჩვენს ყოველთვიურ დღესასწაულზე. მაშასე, დღეს გველის 10 სუპერფაიტი, სადაც დაიწყებენ ორთაბრძოლებს ჩვენი ახალგაზრდა გრეპლერები და მერე ავალ კულმინაციამდე, სადაც სხვადასხვა ეპოქის გრეპლერები დაეტაკებიან ერთმანეთს. დღევანდელი საღამო დაგვირგვინდება ნიკა მუშკუდიანი და გაბრიელ ბარამიას შიდაობით და რაც თვარია, რასაც ყველა გულ მოუთმენლად ველოდებით არის გოგა რაზმაძისა და ნიკა ვეკუას ჭიდაობა. აბა, მეგობრებო, რა სიტყვით? მზად ვარ! ეთილი, სანამ პირველ წყულს წარვადგენდე, მე მინდა ჩვენი მსაჯები გაკაცნოთ. რეფერი რინგზე, საბა ბეგაძე მეგობრებო! გვერდითა რეფერიები, გიორგი ხინჩაგაშვილი, შოთა აკულაშვილი, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას, ვინც დღეს ესწრებით ჩვენს ღონისძიებას და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს. აპლოდისმენტები გამას გულშემატკივარს მეგობრებო. ეთილი, მაყურებელი თუ მზადაა, რეფერიები თუ მზად არიან, მე სულ მზად ვარ, გრეპლერებიც მზად არიან. ამიტომ თუ მზად ვართ, მე მინდა ვიხმო პირველი წყვილი, რომელიც შეხვდება 73 კილოგრამში. და პირველი მათგანი სანდრო კუპატაძე! სანდროს მეტოქე ამბიც MMA აქვს როგორც საბაზისო სტილი, თუმცა ყველა თავის ბრძოლას საბმიშენით ამთავრებს. ზუსტად ამიტომ არის აქ ნიკა ჩაკვეტაძე მეგობრებო. მოგესალმებით გამა ფაით ჰოლიდან, სადაც დღეს მორი გრეპლინგის ივენტს გავმართავთ. 10 დაპირისპირება, რომელიც დაგვირგვინდება, დღევანდელი საღამო დაგვირგვინდება ორი სუპერ ჯახით, ძველი თაობა, ახალი თაობის წინააღმდეგ, ქსნის ორი შეგახსენებთ ორი, ჩვენთან ქულები არ არის. Submission only, baby! აეტრო გაგვასწრო პირველი წვლილი. რა თქმა უნდა, გამაგრებლების ფორმატი არ ითვალისწინებს არანაირ ქულებს, არ გვჭირდება ბუღალტერია, ხალხის მტერია. ჩვენთან ერთად გიორგი ბიჭიკუ და თეო მამასაშვილი ვართ. თემო როგორ ხარ? კარგი, როგორ ხარ გიორგი? მოგესალმებით ყველას. მე ვიცი. ოპა. ეგრევე იმინარი როზე შეეცადა შესვლა კუპატაძემ. ხო, პირველი წვლილი ყავს ნიკა ჩაკვეტაძე და სანდრო კუპატაძე და რა თქმა უნდა, თავარი და თანამთავარი ბრძოლები იქნება. ნიკა მუშკუდიანი, გაბრიელ ბარამია, სერიოზული დიდი ბიჭები ჯახია და ნიკა ვეკუა გოგა რაზმაძის წინააღმდეგ. ეს არის სწორედ ახალი თაობა ძველი თაობის წინააღმდეგ, რასაც გესაუბრებით. გოგა რაზმაძე წარმოადგენს ძველ თაობას, ნიკა ვეკუა კი is the future. ძალზე საინტერესო ბრძოლები უნდა იყოს, განსაკუთრებით main event-ი. ხო, დღეს გუნდური დაპირისპირება არ გვაქვს, 10 ჯახი გვექნება ინდივიდუალური იქ რაღაც. მაგრამ კარგი სერიოზული სუპერ ფაითები გვაქვს და კი, ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი. ველოდებით და აი
შევიდა ფეხზე. აი რიბზე გადაიტანა, ეხა გადაიტანა ქროსაშიზე და შეუტევს inside heel hooks, ცდილობს რომ ქუსლი იპოვოს უპატაძე, მაგრამ კარგად ჯერჯერობით იცავს გაკვეტაძე, თუმცა ცოტა დააგვიანა ეხა ხელის დახმარება და ისე ჩაითრია პოტენციურად მუხლის ტკივნეული შევაკეთეს ნიბარი. ახლა ნიბარი მარტივად დაიცვა იდეაში მოხარა ფეხი გადმოტრიალდა და კი, ნუ არ ქონდა ეხლა საკმაოდ მდგომიარი პოზიციიდან რთული არის თუ ასე ვთქვათ საკმაოდ ხმაც არ აქვს აღებული ფეხი და ასევე ნუ გზნობიარე ფეხები არ აქვს ოპონენტს. პირველ რიგში უნდა იყოს პრიორიტეტი რაკვეტაძესი რომ რამენაირად ფეხი გამოიტანოს, დამალოს და დაიწყოს ფასინგზე მუშაობა. ეხლა ზუსტად ახერხებს შეკვრას და დიდი ალბათობით მოახერხებს რომ გაცდეს ეხლა კუპატაძეს გარც ნაწილობრივ მიაღწია წარმატება, თუმცა ფეხი შეაქვს კუპატაძეს. მარცხენა ხელით ანდერჰუკზე რომ იმუშაოს ზურგის აღებას ხო ვერ მოახერხებს და კი, მაგრამ სწორად შენიშნე რომ აქვს პოტენციალ შეიძლება იყოს ვარიანტი, მაგრამ თვითონ აქვს ჭაკვეტაძეს ანდერჰუკი აღებული და არ აძლევს ამის საშუალებას. ეხლა ბაგიჩოუკის საშიშროება არის. გამოქრილია კუპატაძე საკმაოდ ისეთი ელასტიური ბიჭია, კარგად ხმარობს კიდურებს, კარგად იყენებს კიდურებს. ეხლა კრავს ხელზე საინტერესო სვირინგი აქვს. აი დანებდა. ბრავო, ბრავო. არც სადა გაცვა. ბრავო კუპატაძეს. ბრავო კუპატაძეს. შეძლო პირველ დაპირისპირებაში გამარჯვებას მოპოვება ბაგიჩოუკი. როცა ნაკლები დაჭირდა ხო ამისთვის? ამისთვის არც შემიხედავს ისეთ დაძაბული სიტუაცია იყო. ბაგიჩოუკი. ვიაც სანახაობრივი საბმიშენი იყო ბაგიჩოუკით, მეგობრებო, გამარჯვებულია სანდრო კუპატაძე. კუპატაძეს მიმართ კი არა, ბაგიჩოუკების მიმართ არის მიკერწოებული. სანდრო, გილოცავ გამარჯვებას. გაგვიზიარე როგორია fight pitch-ში ჭიდაობა, დარწმუნებული ვარ რომ პირველი გამოცდილება იქნება ეს და როგორც ჩანდა შენი გეგმა იყო ფეხის საბმიშენი, თუმცა უეცრად ბაგი გამოგივიდა. დაგეგმილი იყო თუ ექსპრომტით გამოვიდა? ძალიან ექსპრომტი იყო პირველ რიგში, მადლობა გამას. მადლობა ყველას, მადლობა ნიკას, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბიჭია და მადლობა თქვენ ამ გამოცდილებისთვის. ნუ ბაგიჩოუკი არ იყო გეგმაში, სხვა რამეს ვამუშავებდი ვარიშებზე, მაგრამ რაც არის შემდეგისთვის გამოვასწორე. შესანიშნავი. მიულოცოთ გამარჯვება და გავაცილოთ აპლოდისმენტები სანდრო კუპატაძე, მეგობრებო. დომინანტური პერფორმანსი გვიჩვენა პირველ დაპირისპირებაში. შემდეგი დაპირისპირება იქნება პრინციპული, იმიტომ რომ ეს არის რევანშის მცდელობა, მეგობრებო. გამთავარი რევანშისტი, ვინც ითხოვდა ამ ბრძოლას. მინდა ვიხმო ჩვენს fight pitch-ში ანდრია დოლიძე. ანდრიას და ბუბას ნაჭდავები აქვს ერთმანეთში ორჯერ და ორჯერვე შეძლო ბუბანაურმა გამარჯვებას მოპოვება გრეპლინგ ინდუსტრიაზე შეხვდა ხოთაშორის ერთმანეთს სულაც ორი კვირის წინ რა. ანდრიას მეტოქე. ის რომ აქვს შანსები. პრინციპული მეტოქე, როგორც მოგახსენეთ. ბუბანაური! ანდრია ლეგიოს წარმოადგენს. აბარა. მეგობრებო, სანამ გამოვაცხადებდეთ ამ პრინციპულ დაპირისპირების სტარტს, მე მინდა მივესალმო ჩვენს კომენტატორებს, ისევ ჩქარობდი ამ სანახაობის დაწყებას, რომ გამორჩა ბოდიში. მაესტრო.
გამარჯობა ელბუჩო და თემო მამაცაშვილი ჩვენთან ერთად არიან ტრადიციულად. Let's go. წინაივეზე მარტო იყავი ხო თემო? მოიწყენი ჩემს გარეში. წინაივეზე ზედმეტად მოვიწყენი. ოდნა ვინერული. დღეს დაგიკომპენსირებ. წესებს გააცნობს რეფერი. Submission only. აერტულები ოღონდ MMA-ით იწყებს უბანაური. წავიდეთ. ეგრევე ჩაჟდა დოლიძე. შეესწება გარდიდან იმუშაოს. თუმცა როდესაც დებია მე ყოველს მიყვარს რომ შეეცადო შენი თვე შექმნა ასე ვთქვათ კავშირი, შენ თვე შექმნა ეს კონექშენები, სხვა წერტილი, რამოდენიმე და მაქედან დაიწყო მუშაობა. ანუ თავიდანვე კონტაქტში შეხვდე და მე ჩაჯდე. არა, თავიდან კონტაქტშიც ზოგან წესებითაც ეგრე არის, მაგრამ მოვიძახი თუ ჩაჯდები კონტაქტის გარეშე, მალევე იპოვო რაღაც კონექშენი მაგალითად ეგრეთ წოდებული შინ-თუ-შინი წვივ-წვივზე ან რაიმე სხვა ტიპის კონტაქტი, ხელებით გრიფები ასევე, რომ ინიციატივა არ მიცე შენ ოპონენტს რომ მან შეკითიოს და მან პოტენციურად ცუდი პოზიციიდან დაგაწევოს. 6 წუთი გაგრძელდება ბრძოლები, როგორც ყოველთვის. და პრემიუმზე გადავდივართ დამატებით დროში, ხო? პოზიციური ჭიდაობიდან გამომდინარე გამარჯვებას ვთქვი ყველგან როგორც საქმის კურსში ვართ ეგრე არის. ასდოს გადააჭდეს, მაგრამ ფეხის აღების შანსი ჰქონდა ანდრიას. ეგრეთ წოდებული დამფასებობდა. ბატონო, პირდაპირ გარც ახტებოდა, პოტენციურად მაუნტში შეიძლება მოხვედრილიყო, მაგრამ დაიცვა თავი დოლიძემ. ჯერჯერობით ეძებს თავის შანსს, კონტაქტის წერტილს ეძებს დოლიძე. პირიქით ბუბუნაური ჩაიყვანა მიწაზე რეფერი ორიანდა ხეს ნაწილობრივი დაჟჯასავით არის ხა ბუბუნაურისთვის, რადგან პასიურობდა საკმაოდ, ანდერჰუკე მიცა, მაგრამ ეგრევე გაუშვა ხელი დოლიძემ. სტილოზე ხარო კოჭი გააკუტროს, წვივი მოუკეცოს, გაუთიშოს ფეხი და გაცდეს, შემოუაროს დოლიძეს მარჯვენა ფეხს. დოლიძე ხსნობს რომ მარცხენა ფეხი გადაადოს. გაცდა გარც. აი კონტროლში. მეფხის ტყავსაში ვარჯიშობს. უბა MMA-ის ბრძოლია. მეფხის ტყავსანი საკმაოდ სახელოვანი MMA-ის დარბაზი საქართველოში. მაუნტზე არის ახლა ბუნაური, მარტივად გადაუშვა დოლიძე მაუნტზე. ეძებს ანბარს. აიღო ხელი აიღოს და გააჭენა 3-0 დოლიძის სასარგებლო შეძლო მან ხელის იზოლირება და საბმიშენის აღება ფინიში დაასრულა ბრძოლა როდესაც ორი კვირით ადრე საბმიშენი წააგებ ალბათ ადრე არის რომ ორი კვირაში გამოიწვიო ოპონენტი შეგვიძლია ეს პოსტფაქტუმ თქვათ თემო 1+ რაც შემიძლია გითხრათ ტიგარო არ დაგვიტანა 1+ რაც შემიძლია გითხრათ ეს ბიჭები საკმაოდ ახალგაზრდები არიან და ესეთ შეცდომებსაც მაშინ ახლოს ბრძოლის აღება და ჯობია ეხა დაუშვან ვიდრე გვიან მაშინ როდესაც პროფესიონალები ახდებიან თავის საქმეში. კარგია რომ გამააზროს პლატფორმას ისწავლონ. ამ დაპირისპირებაში არმბარით გამარჯვება მოიპოვა ბუბუნაურმა. ბუბუნაური. ჩემებურია. თეულია. უბა, ილოცავ გამარჯვებას. თეულები
ვერ შედგა რევანში როგორც ასეთი, ანუ თქვენ შორის 3-0-ია ანგარიში, ხო უკვე? რა სიტყვი ამ ორთაბრძოლაზე, რამით თუ შეძლო გაეკვირვებინე შენს მეტოქეს, როგორია fight pit-ი და რა გეგმები გაქვს ზოგადად გამაგრეპლინგის ფარგლებში? მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. როგორც აღნიშნე, ასე მეგონა რომ მორჩებოდა და ასეც მორჩა. და იმედია მეოთხე აღარ მოუწევს კიდე ჭიდაობა. რაც შეეხება პიტს ძალიან მომეწონა. ძალიან კაი გრძნობებია და კიდევ ვისურვებდი აქ ჭიდაობას. შესანიშნავი. გავაცილოთ აპლოდისმენტებით. ბუბუნაური მეგობრებო, რა ხდება, აბა? აგი პერფორმანსი. გამარჯობათ პირველ რიგში ყველას. როგორც იცით, ბუბამ ჩემი გუნდელი დაამარცხა. კი იყო მესამე ჭიდაობა ეს, მაგრამ შენს თანახმა ხარ, მე მინდა რომ ის გამო რევანში ავიღო. და თუ გინდა ვიჭიდაო შემდეგ ივენტს. ან როცა შენ მოგიხერხდები. ხო ვიჭიდაო. ნებისმიერი მოვიდეს 66 კილოში, პრობლემა არ არის. ყველას მივიღე. შესანიშნავი, face to face, აქვე. ბუკით. უმაგრესი ჭიდაობა გველი სულ მალე. გათაკითვაძემ გამოიწვია ეთილი. წავიწიოთ კიდევ წინ. რეგიონერი აგებს თავის მიდელი. ეს შეხვედრა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაშია. მაშასტე. მე ვიხმობ. ალექსეი ზიმიჩევ! ალექსეი ზიმიჩევი გვახსოვს ჩვენ მარნეულის გუნდში მოიღო მონაწილეობა. ხო მარნეულის გუნდში ლასამურა ლოკეჯოქში, უკასაო ლოკეჯოქში და ფაულის ბაბუს ფორმით გამოვიდა. წინაზე დღესაც საკმაოდ საინტერესო მაისურით რაშგარდით არის წარმოდგენილი. ალექსეის მეტოქე სეზონურად დღეს გახლავთ ლუკა ღვინჯილია! ლუკა ღვინჯილია ის მეტოქე. აქ ფიფი არ გვაქვს. გასწორებს რეფერი წესებს დავიწყებთ მესამე შევკინება შეგახსენებთ სულ 10 ჯახი გვექნება დღევანდელ რეფლექსის საღამოს. ეგრევე გადაიყვანა ღვინჯილია მარტივად ოსოტოგარით. კარგად აკონტროლებს საკმაოდ. გაჭედილი ყავს ერთ ადგილზე. ხარს იყენებს crossface კარგად. ანუ ზეწოლას ახდენს, თუმცა მან დიდათ არაფერი არ არის. დასაბმითების ხა და საბმიშენის აღების შანსზე. ახლა შეიძლება რომ ხელი აატანინოს და უკვე ხელი ხელი სამკუთხედს უკრავს. საკმაოდ ჭიდრო არის და შეიძლება მოუწიოს ილახავდება და მარტივი საბმიშენი. 54 წამში დაასაბმითა ღვინჯილიამ ზიმიჩევი. როგორც ჩანს, მასკოვები დაინახა ხა ზიმიჩევმა, იმიტომ რომ ხო მაესტრო დაიღალა ჩადიან. ნახეთ, შეხედეთ. დემო რა ქვია მგდებას? ოსოტოგარი ტონონი. გადაიყვანა მიწაზე და ეგრევე ააცოცა მარცხენა ხელი, იგლეს ქვეშ შეაცოცა და დაასაბმითა საკმაოდ მარტივად. გამოსტილი მეტოქი, თავისი უფრო გამოსტილი მეტოქი, სხვათა შორის. მეგობრებო, საკმაოდ სწრაფი ფინიშით, arm triangle-ით ეს ორთაბრძოლა გაიმარჯვა ლუკა ღვინჯილია! ორთაბრძოლაში გამარჯვებული ლუკა ღვინჯილია. ბრავო. ლუკა გილოცავ გამარჯვებას. სულ ცოტა ხნის წინ სხვა სურათი ვნახეთ, ეხლა ისე გაბრაზდი ეთყობა წინამარცხისგან, რომ შემოხვედი თითქოს საკუთარ სახში
გვაჩვენე შენი ძიუდოს ბაზა გადაიყვანე და სულ რამოდენიმე წამში იმის მერე რაც მიწაზე აღმოჩნდით ამ ტრაანგლი დაამთავრე. ეს დამუშავებული იყო თუ როგორც წაიღო ისე წაყევი. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დამუშავებული არ იყო, წინასწარ არ მიმუშავია ამაზე, მაგრამ ასეც ვფიქრობდი, რომ მალევე დასრულდებოდა. მადლობა ყველას მობრძანებისთვის, მადლობა ჩემს ძრელს, ნიკოლოზ ბერუაშვილს, ჩემს გუნდელებს. მადლობა კიდევ ერთხელ უღმეს. სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ლუკა? საომავლოდ ჯერჯერობით არ ვიცი, თუ ვინმეს აქვს სურვილი, არავის გამოწვევას არ ვაპირებ ჯერჯერობით. შევმთავაზეთ ნებისმიერი და ჩემს ძრელთან გუნდელებთან ერთად გავული და შემდეგ დავამუშავებთ ამ საქმეს. შესანიშნავი. რეად მისაღებია და აუცილებლად შემოგთავაზებთ. ლუკა ღვინჯლია მეგობრებო. ლუკა ღვინჯლია. მიულოცოთ გამარჯვება. აჩუქეთ ოპონენტი. ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება, წუთზე ნაკლები დასჭირდა მას პრესაკუთხედის შესასრულებლად. რაღაც სწრაფად წავედით, ხო? კეთილი. აქაც შესაძლოა რომ სწრაფად დამთავრდეს ყველაფერი, ამიტომ არ მოსცილდეთ ეკრანებს. იხელთეთ ის დრო პაუზა სანამ მე ვსაუბრო. ჩხუბის დროს კი, ჩხუბის რა, ჭიდაობის დროს კი თვალი არ მოაცილოთ fight pits. შემდეგი წყვილი, რომელიც დაუპირისპირდება ერთმანეთს 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. და პირველი გრეპლერი ზუკა კვაჭაძე. მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ვინც კონფერენციას უყურეთ, ამ ორი გრეპლერის შორის რაც 9 საათიანი ჭიდაობა შედგა. ახლა იმედია 9 საათი არ გასტანს, თუმცა ძალიან საინტერესოა ამჯერად ვინ აღმოჩნდება გამარჯვებული. ზუკას მეტოქე, თქვენთვის უკვე ცნობილი ემირ რახიმოვი. ემირ რახიმოვი იქნება ზუკას მეტოქე და მართლაც რომ 9 საათიანი მატჩი ძალიან ეს მოხდა ოფერმეტზე, როგორც ვიცით, თუმცა ოფერმეტია და გამმა სპაიკ პიტი სულ სხვა აურას ატარებს დაიჭეროს ნახევარში. დემო ისე არსებობს მაგის რეფერენსი, ხო, რაღაც ლეგენდარული ძალიან გრძელი მატჩი ერთ-ერთ გრეისისა და თუ არ ვშტები დენ სევენთან. კი. რამდენი საათნახევრიანი მატჩი იყო და 90 წუთზე მეტი გაგრძელდა, ხო? კი, დიდ ზუსტად აღარ მახსოვს სიმართლე გითხრა, მაგრამ ლეგენდარული ბრძოლა იყო, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი ეს 9 საათი. ჭიდაობა ჯურს უწინდა და ეხა შედის false repeat. ემირი და შეუტევს ფეხს heel hooks. მეორე ფეხი პირიქით გაიტანოს. ყვაჭაძე, მაგრამ ემირს აქვს მოგებული აი ეს ხსენებული დაპირისპირება საათი სამსახურში საკმაოდ ცდილობა. აი პოზიცია აქვს ახლა ემირს რომ დაასრულოს. მაგრამ აი ხა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არის, თუმცა თვითონ შებრუნდა რაღაცნაირად. გამოვიდეს კი. დააღწია თავი. ყვაჭაძე. ემოციებს ითხოვს პუბლიკისგან. მიიღო კიდეც პრინციპში. ამოტრიალებაც ადა მეტოქეს, მაგრამ არ გამოვიდა, დაბრუნდა ისევ. და საერთოდ ზემოდან მოიქცა ახლა ემირი მეტოქეს. თვითონ წამოდგა ფეხს. აი ისევ გადავიდა, გადააბიჯა.
შეიძლება რომ ფეხი გაუსწოროს, წამოიღოს. რეალურად ცოტა ჩქარობს ფეხზე შეტევას. კარგად უნდა დააფიქსიოს. კონტროლი უკეთეს ჭირდება. ნუ ხო გამოტანილი აქვს თითქოს ახლა არა შეტანილი აქვს ისე. რაღაცა შანსია. კარგად არის მოკეცილი ფეხი შეიძლება პოტენციურად შეუტიოს. თუმცა კარგად ხელი მოაცილებინა ეხა კვაჭაძე. ეხლა თავი ფეხი არ შეუშავოს კატეგორიაში ხელი კვაჭაძეს. ან მუხლი მეტნაკლებად საპირისპიროდ შეუტევს ეხა. არ ჩანს ნახევარი წუთის თითქმის მეათედი გადის ახლა რამდენიმე წამში 6 წუთია იყოს სწრაფი სამიშენის პოტენციალი მაგრამ არ გამოუვიდა ამჯერად ემირს ემირი ხვეწება სხვათა შორის და ძალიან კარგი დაპირისპირებები აქვს მას ჩვენთვის ნაჩვენები გამას ფიცზე საკმაოდ ასეთი გულიანი მებრძოლია აი და ტექნიკურად კი ტექნიკურად და თავისი ზედა წონასთანაც უჭიდავია თავისი მძიმე ოპონენტთან უჭიდავია სადაც გამარჯვების მოპოვა შეძლო დაახლოებით 3 ივენთის წინ აბონახოთ ახლა მარცხენა ფეხს თუ ამოიტანს იგლეს კომოდან შეუძლია გამოვიდა ახლა ვაჭაძემაც ხელი საკმაოდ სულად აქვს ჩარჩენილი, მაგრამ გამოვიდა ამის ხაზზე და ეხლა პოტენციურად შეიძლება გაცდეს გარც. თუმცა მუხლები კარგად შეიტანა ისევ ემირმა და იბრუნებს თავის პოზიციას. ვერახერხებს შეჯერობით ემერი მეტოქის კარგი კონტაქტის აღებას თავად კვაჭაზე ჩაიმოხლა ახლა ნახოთ ეს შეიძლება რომ გასცდეს ფეხებს იდეაში ისე რომ რომელიმე კიდურის იზოლება ვერ მოხერხ ფეხის დაჭერა ვერ მოახერხოს მისმა მეტოქემ ვერახერხებს შემოვას წამოდგა ფეხზე ფეხი შემოვლა გადაწყვიტა გადახტომა ეფექტურად საკმაოდ მაგრამ არის თუ ისე ეფექტურად მეგონი მაგრამ სკრემბლიდან თითქმის გამარჯვებული ემერი გამოვიდა გარჩი მოხდა თუ შეიძლება ურის ყოფილიყო შეიძლება საერთოდ აუნცდარიყო რახიმოვა არბარზე აქვს შანსი შეტევის მაგრამ დროულად ამოიღო ხელი და ისევ კონტრშეტევა სადა ეხა ფეხზე თვითონ შეუტევს ეხა ვაჭაძე იქნება თუ არა ეს პირველი დაპირისპირება რომელიც გასტანს მთელი ძირითადი დრო მას ნახავთ გავიგებთ 20 ზურგს გაეკიდა კარგად ვაჭაძე მომეწონა თუმცა არ გამოუვიდა მაგრამ კარგი მცდელობა იყო აქ გრეფელ სტრიტის და გიმნაზიას დაპირისპირებას ვადგენენ თვალს რეალურად გაწამიან მისუნს გავცდით ესე იგი ამ ბიჭებს დაებედათ გრძელი მატჩებით ძირითადი დრო გავიდა ამიტომ ახლა მივმართავთ საჯებს რომ გამოვავლინოთ ვის ეკუთვნის დომინანტური პოზიცია საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ზურგს იღებს ემინ რახიმოვი საფრთხე გადაწყვეტილება ჩემია ბევრად რომ მეტი შეტევა ჰქონდა ძირითადი დროს გამარჯვებული წალებს გამარჯვებული რა თქმა უნდა ზურგს აიღებს ის პირველი ის მიიღებს უპირატეს პოზიციას დაუთ ეგრევე სამკუთხედი
მარცხენა ხელში შეაცვალა. კავშირში ხა მარჯვენა ხელით კარი კონტროლი აიღო. მაჯაზე, მეტოქის მაჯაზე. მაგრამ მაინც ვერ ჩამოაცილა კისერს. ხა ორივე ხელი ზევითა აქვს კვაჭაძეს და საკმაოდ კარგად უბლოკავს შეჯერობით ხელებს ან და კისერთან არ უშვებს. ხა აქვს შანსი რომ შეკრას რახიმო შეიტანა. ეგ არის აქედან უკვე ძალიან გაუჭირდება კვაჭაძეს გამოსო თუმცა ზედა ხელი მოიცინა. რავი კვაჭაძე. ამ ეტაპზე ხა კარგად დამალავს ალბათ უფრო რახიმოვი და მოუწევს დანებება. ჯობია დანებდე ამ შემთხვევაში. ან დაიძინა. უარ დანებდები სხვაგან ზომილებასა. ემირ რახიმოვი მეორე დამარცხეს. მეტოქეს ამჯერად უკვე გამას ფაით ვიცი. ამ ძალიან დაძაბულ შერკინებაში გამარჯვება დამატებით დროში rear naked choke მოიპოვა ემირ რახიმოვი. დარჩა გამარჯვებული მართლაც რომ დაძაბულ და ძალიან საინტერესო დაპირისპირებაში. ილოცავ კიდევ ერთ გამარჯვებას გამას fight pit-ზე. მე მგონი უკვე გიხდება fight pit-ი და შენ fight pit-ს რა სიტყვი? fight pit-ს ჩემი ადგილია და აქ ვიქნები სულ. შესანიშნავი. რა გეგმები გაქვს რომ ითხრა? უკვე მე რამდენად გამარჯვებული გამოდიხარ აქედან და ვინმე სერიოზულ სხვა არ გამოიწვევდი. ლოგიკური აზრი მებადება. ეხა თავში ერთი ადამიანია. ბანუჩარი. ველოდები. როგორც წინაზე ეხა რევანში, იმიტომ რომ შესაძლებლობა არ ქონდა რომ სრუგინა შეეტევინა და რევანში მინდა მანუჩართან. შესანიშნავი. მანუჩარ, გადმოდი ჩვენთან. ჩელენჯიც გვაქვს. რა სიტყვი, რამდენად საინტერესო იქნება შენთვის ეს რევანში? მოგესალმებით. პირველ რიგში რევანშისთვის მე გამოგიწვიე შენ. შემოუთვალე matchmakers, შენი მხრიდან იყო უარი. დავამთავრებ. რაც შეეხება შემდეგ თვეს ბრძოლა მაქვს უკვე, ბრძოლას როგორც კი ჩავამთავრებ, მე მზად ვარ. მზად ვიყავი აქამდეც. დაარჩენი შენ გადაწყვეტე. შესანიშნავი. მოდი დაუპირისპიროთ და მე პასუხი გაეციებ. მანუჩარ კვაშილავა. ემირ რახიმოვი. მანუჩარ კვაშილავა და ემირ რახიმოვი. დავამუშავებ უკვე შემდეგ თვეში თქვენი სურვილი თუ იქნება. რაღაც მანუჩარმა რა გითხრა რომ უნდა და რევანში და შენ უარი თქვი. ეს რო გაგვიმხილო. მე უკვე ჩარეშლი მქონდა ზუკასთან ჩხუბი და არ მინდოდა წამერთვა ეს შესაძლებლობა ზუკასთვის და ჩემ თავისთვისო უფრო მიჩეული ვიყავი გამასპეტისთვის და ეხა მზად ვარ რომ ყველა შეხვდე. შესანიშნავი, ყველაზე რა გითხრა, თუმცა მანუჩართან დაპირისპირებას სიამოვნებით დავამუშავებთ. დიდი მადლობა და გაკიდე რამე სათქმელი? მადლობა ჩემ გუნდს, გიმნაზიას და მადლობა ჩემ წვრთნელს პავლე ზაისევს და ორხან რახიმოვს და მადლობა ჩემ გუნდელებს. მაგათ გარშე აქ ვერ ვიქნებოდი ვერასოდეს. შესანიშნავი. აპლოდისმენტები ბიჭებს. გრეპლერ და ემეს ბრძოლია. გავაცილოთ. სამწუხნელიც. მადლობა ბიჭებს, მეოთხე ჯახი მიილია. ეთილი, გადავიდეთ შემდეგ წყვილზე, რომელიც შეხვდება 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვუხმო პირველ მათგანს ფედარ ვერეშა. რატომ ვერ ჩაკეთდება შემდეგი, რომელიც მიიღებს ჯახში მონაწილეობას, გრეპლინგ დაპირისპირებაში მონაწილეობას და მისი მეტოქი იქნება შოთა გულიაშვილი. დღეს რინგს იზიარებს შოთა გულიაშვილი. ჯიტსუ აკადემიიდან არის შოთა გულიაშვილი, ალექს უმაცევის აკადემიიდან.
ლეგიონი რო იყო, ლეგიონში რო იყო ჯიცუ ისე თქვა, არ ვიცი როგორ თქვა. ხო, ეს ორი მაშინდელი დროიდან ვარჯიშობს შოთა. ბატონო, ეს ორი გუნდი ერთი ლეგიონი ერთა თავიდან. თიხმის და დოლიძის აკადემიებს, შემდეგ გაიყო ლეგიონი დარჩა დოლიძეზე და ჯიცუ აკადემი დაერქვა. კარგად შევიდა ეხა რიფში და ჰილჰუკის საშუალება აქვს შოთას და დანებდა მარტივად. 18 წამიანი საბმიშენი, ეს თუ არ არის რეკორდი, აბა რა არის? ნამდვილად ერთ-ერთი ყველა სწრაფი. დაამასვიდა. მაესტრო დაიღალა. აღარ ამოვერც. ვერც მოემზადეთ საყურებლად. უკვე არის ის მაესტრო რა მოხდა? მაშასე მეგობრებო, ამ დაპირისპირებაში ჰილჰუკი ქუსლის ტკივნეულით, როგორც ხედავთ ეკრანზე, გამარჯვებულია შოთა გულიაშვილი. შოთა, როგორც მეტოქემ განაცხადა, არ იყო მზად ჰილჰუკებისთვის. შენ რამდენად ქონდა ეს ილეთი დამუშავებული, ვინაიდან ჯიცუს აკადემიას მე კარგად ვიცნობ. ჩემი პირველი ჯიუ-ჯიტსუს ტრენერია ალექს უმანცევი და მას არ უყვარს ჰილჰუკები. უყვარს, უკვე შეიყვარა, აბა მოგვიყევი მაშინ. მოკლედ ზუსტად ეს გეგმა მქონდა, ან ფეხებზე შეტევა, ან ბერიმბოლო, როგორც ჩემი პრომო კოდი იყო. რომელიმე ამ ორიდან უნდა გამაკეთებინა. ბოლო პერიოდი ძირთად ფეხის მტკივნეულებზე ვარჯიშობდი და რა ვიცი, ზუსტად აი ტექსტბუქი გავაკეთე, რაც მქონდა ვარჯიშებზე, ბევრჯერ ძალიან გადრილული. შესანიშნავი. გამა გრეპლინგზე რამე კონკრეტული გეგმები ხომ არ გაქვს, იმიტომ რომ როგორც ვიცი, შენ ფრიად აქტიურად იღებ ასპარეზობას ყველა ჯიუ-ჯიტსუს შეჯიბრში, რაც ტარდება საქართველოში და არა მარტო საქართველოში. აუცილებლად, ხო, ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ რამდენად ახლო მომავალში არ ვიცი, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად მინდა, რომ ჩემ გუნდთან ერთად გამოვიდე ჯიცუ აკადემიასთან ერთად აქ და ვაჩვენოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი არის საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, როგორც ორგანიზატორებისთვის, რომ ჯიცუ აკადემია ჩაერთოს გუნდურ ასპარეზობაში. ახლა ძნელი იქნება, ვინაიდან თითქმის გადავლახეთ მეორე ეტაპი, თუმცა სექტემბრიდან თავიდან გავაკეთებთ ამ ყველაფერს სავარაუდოდ და დიდი სიამოვნებით დველით ჯიცუ აკადემიასაც და ბევრ კიდე ახალ გუნდს, რომელთაც მოუწევთ ჯერ ფართო საზოგადოებასთან გაცნობა. ახლა კი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი გრეპლერები და მიულოცოთ შოთას გამარჯვება. შოთა გულიაშვილმა საკმაოდ მარტივად შეძლო ფედორ ვერშაკის დამარცხება და ჯიცუ აკადემიას გუნდურ შეჯიბრშიც ველოდებით გამას ფაით ბიცზე. ძალიან ლამაზი შესვლა და ძალიან ლამაზი საბმიშენი. აქვე შემდეგი დაპირისპირება, რომელიც შედგება 73 კილოგრამ წონით კატეგორიამდე. ფრიად მამაღალი საუბარი იყო წინ ამ ბრძოლის წინ. ნახოთ თვითონ ჭიდაობა როგორი აღმოჩნდება. მაშასე პირველი გრეპლერი გუნდი Black Eagle-ის წარმომადგენელი დანელია. დანელია Black Eagle-ს წარმოადგენს ამიკო სუმონიშვილის გუნდს რუსთავს. და მართლაც მამაღალი საუბარი შედგა მასა და აჩოძრეთ შორის მამაღალი რომ ჯიუ-ჯიტსუს მამაღალი ხალხები იმუშტი ქუზარი საუბარი რა თქოს დანელიასთან დღეს ჩვენს fight beats იზიარებს კლუბი ლეგიონის წარმომადგენელი არჩილ ჟღენტი. აჩოძრეთი არაერთხელ გვინახავს ჩვენ ფიცე მას უყვარს შეუძლად აგრესიული ჭიდაობა, მოგებებიც გვინახავს, აგებაც გვინახავს, რამდენიმე უფრო მეტი მოგებას მათ შორის. და დანელია ყავს მას გზად გადაყოფილი სანამ
თავარ ჯახში ვიხილავთ. მომართულები არიან ორივე. აგარ მომართულები არიან, იმიტომ რომ დანელი აქვს ხარო მე პროლეგოქებიო, მაგრამ აჩოს ღეც უყარს. ზედატანზე ჭიდაობა და ზედატანის სამი შექმნა დავასაბითო მაგის გამო. ნახოთ, როგორ გამოვა საქმე, აჩოს ღეც ძალიან ბოშმატი შევს. ბატონს ტრავმა მიიღო, არ თუ ისეთი ხნის წინ დახავდა, ორი თვის ტრავმა მიიღო, აჩო ფეხით და კი, აუის ფერხამართან. გუნდურ შეჯიბში. თუმცა მოირჩინა მეტნაკლებად. ჯერჯერობით დგომში დაბრუნდნენ და დგომში მიდის ახლა ჭიდაობა. პირველ დგომში ჭიდაობა, რომელსაც უყურებთ დღევანდელ საღამოს. ეს ბიჭები არ მგონია რომ ამის დამთხოვები იყო, ნახა მამაღარ საუბარზე არაფერი თქვენს რომ მაგაზე ვიხუმრე, რა თქმა უნდა. საინტერესო იქნება ნამდვილად. არა, აჩო ზოგადად ასწორებდა უცებ ესეთი ბიჭია რომ აი რაღაც შეიძლება სარკესები ფაოს, თავის თავს ეგ ფაოს სარკეში ისეთია, ყველა ჯორდანივით არის, ყველაფერთან მიყვარს. კონკურენციაში შესვლა და ყველასთან. და აქვს რაღაც ესეთი სასწაული წმენა საკუთარი თავის. ახალი სვერინგით არის დღეს წარმოდგენილი. მეთქებადია საკმაოდ. ტრესტოკი გრძელდება ჭიდაობის დროსაც. ჩადის მიწაზე არბარის თელობას აპირებდა, ხონდა. ხა ესტიმალოგზე შეუტია აჩი. შეიძლება ახლა ჩააფრეშეროს დანელია და ვნახოთ როგორ იმუშავებს გარდიდან. გაცდანაც და ვერ გამოვიდა, ვერ გაცდა ახლა და ფეხი აიღო ჟღეტმა. საკმაოდ ყოა აქვს ფეხი აღებული. და გაუგებროს ამ საქმე როგორც ას ფეხის მოშორებას თილოდა დანელია საჯმა. ეს არის ჟღეტის ჟღეთ შეეშალა ახლა რეალურად სანამ საჯი არ გაგაჩერებს, მანამდე არ უნდა გაუშვა კიდე. რა თქმა უნდა, არ უნდა გაუშვა სანამ არ გაგაჩერებენ, ძალიან ესეთი მომენტი არ იქნება ძალიან ყაფიო რომ დანებდა. ადერც ყოფილა ეგეთ გაუგებრობები და რეალურად გეტყვით ახლა ეს რატომ მოხდა, იმიტომ რომ ესეთი მტკივნეულია, რომელსაც აი დანებებასა და უკვე ტრავმას შორის ცოტა სივრცე, თავისუფალი სივრცე და ჟღეტმა ახლა გაუშვა იქ ხელი, თუმცა ეგეთი რამ შეიძლება ძურად დაუჯდეს. ჯობია ბოლომდე მიიყვანო საქმე. აქ ვახსოვს ჩვენ ჯღამაიამ ხელი მოტეხა თავის ოპონენტს. არ მოუტეხავს, მაგრამ ძალიან დაკინა, ამოუკვდო. არც ნაკლები არა მოტეხილობაზე, ამოვარდნილობა შეიძლება უარესი იყოს რაღაც მოტეხილობაზე. ხო, ნუ ნებისმიერ ტრავმა ცუდია, ამიტომ გაცდა საკმაოდ კარგად ქუსლი დაუჭირა მარჯვენა ხელით და შემდეგ შემოუარა საით კონტროლში აღმოჩნდა ჟღენტი. ცდილობს რომ გაჭრას ახლა და გადააბიჯოს გამოცე და მოახერხა ეს დანელიამ სადამის გადმოტრიალება არც ის გამოუვიდა და მაუნტს იცავს აი მარჯვენა ფეხით ხელით შეიტანა ახლა რომ არ მისცეს საშუალება გადაბიჯების თუმცა ნორთსაუთ შოუქის ამ შესაძლებლობა ხომ არ აქვს აქედან ჟღენს კი პოტენციურად შეიძლება იყოს ჯერმაკ პოზიციაში უნდა გადავიდეს აქ ხელის ზოგადად აპირებს ანბარი არა ეს შეტევის საშუალება აქვს ხა პოტენციურად ან კიმურა ან ანბარი გუნდელები აძლევენ მითითებებს ჟღენს ხელზე გადავიდა ეხა ხონდა კონტროლი აბა ეხლა ვნახოთ
დაჭიმულია. სამკუთხედის შანსი აქვს და ძალიან ცუდად არის ხელი, ხა ისევ არ მინდა იგივე რაღაც მოხდეს. ტრავმები არ გიყვარს ჩვენს საშინლად არ გიყვარს ტრავმები და არა გამოვიდა დანელია. ბრავო დანელია, კარგი სკრემბლი და დაიწუნა. თუმცა არ არის საკმარისი თქმა, ადვილად გამოვა კაცი და წამოდგა. ერთი წუთი დარჩენილი ძირითადი დროის დასრულებამდე. ჯერჯერობით შეტევაზე უფრო ჟღენტია, შესაბამისად თუ ესე დასრულდება ძირითადი დრო, ის მიიღებს შანსს, ის მიიღებს სრულისაღების შანსს. ალბათ გაცდება ისევ კაცი პრაქტიკულად გამცდარი არის და ნელ-ნელა პოზიციურ დომინაციას ხედავთ არჩილ ჟღენტის მხრიდან კარგი კროსფეისი ეხა ალბათ ამოცანა უნდა იყოს რომ არ დაიღალოს და მივიდეს ესე ძირითადად აწამში სავარაუდოდ არაფერი არ მოხდება და ოვერთაიმს 99.9% არჩის ჟღენტი მიიღებს პირველი და ნახოთ გამოიყენოს თუ არა თავის შეტევას ძირითადი დრო დამთავრებულია. ამიტომ მივმართოთ მსაჯებს. ვის მიცემენ პირველს დომინანტურ პოზიციას? ერთსულოვანი გადაწყვეტილებით არჩილ ჟღენტი იღებს ზურგს და შეეცდება დააფინიშოს მეტოქე. როგორც ვარაუდე ჟღენტმა მიიღო უპირატესობა ზურგს აიღებს ის. დანელი ეცდება რომ არ დაფინიშდეს. დავით წუთნახევარი ექნება ჟღენტს ფინიშს სასაღებად. სამკუთხედს აკეტავს, კები აქვს შადებული. ეს მიჩაძახილებით დაყოლ მაღლა დანელიას უყურეს თავისი კუთხე აძლევს მითითებებს იმისთვის რომ უკეთ დაიცვას თავი. ერთი მინუსი ჟღენტის ის არის რომ გრძელი ფეხები არ აქვს და გაუჭირდება სამკუთხედის შეკრა. სამოსად ჰუკებით თუ შეინარჩუნოს, აი ხა ცდილობს მაინც რაღაც დონეზე შეკრას. გრძელ ფეხებს ვიხილავ, დღეს ვეკუა გამოდის. გრძელი და ელასტიური ფეხები აქვს. ნახევარი გავიდა და მარტივი დროის ჩაკეტილი აქვს. თუმცა რა, ხელი შეტანილი აქვს, თუმცა ეხა დაკარგა პოზიცია. ეს ხო მაუნტიც უკვე დაკარგული პოზიცია არის ამ შემთხვევაში ოვერთაიმში. აქ თვითონ ჟღენტმა დაკარგა პოზიცია რაღაც ისე მომეჩვენა. გადიოდა და მაუნზე დააჭრა. აიღო ზურგი და შეეცადოს იქიდან დააფინიშოს მეტოქე. ხო, უბრალოდ ამ შემთხვევაში წესებით ის წესებია რაც არის. ეგრეთ წოდებული EBI წესებს ეძახიან ამას. ეტემადი ბრაუნ გამოიგონა. ხიზელმა ედი ბრაუნ გამოიგონა. არ ამგონია ხიზელი ყოფილა. ხიზელი ხო დაიბადა ედი ბრაუნ. არბარზე შევა. გამოვიდა. უფრო სწრაფად თავი დააღწია ჟღენტმა. ნახოთ რა მოხდება ახლა. ნუ ამიგოც აქ არის რა თქმა უნდა. აძლევს მითითებებს თავის შეკეთს. ახლა სპაიდერ-გარს იღებს არჩილი და შეეცდება რომ დააფინიშოს მეტოქე ამ პოზიციიდან. სპაიდერ-ვებიდან შეეცდება ეგრეთ წოდებული არბარის პოზიციიდან არჩილი დააფინიშოს. აი არბარი აქვს საკმაოდ არჩილს გაუჭიმა ხელი. ცუდად გაეჭიმა ხელი. საკმაოდ ღრმა იყო. ფრიად დაძაბული შერგინება. ახლა დანიელ დანელიას დროა.
იგივე შანსს მიიღებს დანიელ დანელია. მაქსიმალურად სამართლიანი ჩვენი წესები. წამოжდა ეხა სლემი შეუძლია, მაგრამ გვინდა ამის დახოთებო? კარგია გამოწვევა. სლემის გარეშე გამოწვევა. შემდეგი პოზიცია. სლემი ზოგ შემთხვევაში უარესი იყოს. ამ ბიჭებს საუბრია ამაზე. საღამოში ხელი გაგიშალოს სხვათა და შორის, ვიხილეთ იქ სხვა შორის. იმ მონაწილესთან ვის დღეს მიიღებს მონაწილე დღეს ასევე ეჭირებს ბარამია ეჭირავს ბარამია დაასაბმე და ესე ორხარახი გამა ფაიფიცი საკმაოდ ეფექტური სლემი იყო და ამბარიც ეფექტური გამოვიდა ეძებს იკაპეს გვესურცეს და ბრავო გამოუწურა ესე განელია მე მაქვს იდეა, მოდი ეს ბიჭები მე შევაჩხუბოთ. გამა MMA-ს ხომ არსებობს, შეიძლება იჩხუბო. მატჩი ახლა ღიზიანდება, იმიტომ რომ მაუნტზე ხვდება და მე მაუნტის რა თქმა უნდა უწევს, ну რაც ახლა აღძოლაში მაგპულსიას არ დაკარგავ, ესე მარტივად, თუმცა ну წესია არის. და სამკუთხედი შეუკრა ახლა ორი განსხვავებული პერსონაჟია დანელია სუმოუკიმარი კი ეხა კაია რომ გადაიყვანოს კვანძის მხარეზე აჩი აიქს და კაც უნდა გამოძრეს აქედან არ უნდა ეხა უნდა ზურგი დადოს ტატანს და გამოვიდეს კარ კონტროლებს დანილას მარცხენა ხელით მარჯვენა ხელით ეძებს submissions აქვს შანსი აჩის გამოძროს და გამოძრო. სპაიდერის. ტრესტოკი. ერთი მიკროფონი გჭირდება. არა, გამოძრო. ეჩქარაჩი ძალიან და გამოძრო. მე ვხედავ ძალიან სერიოზული ბიფის ჩანასახს. ну რა თქმა უნდა სპორტულ ბიფზე არის საუბარი აქ. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთის კიდურები ეს როებით გადაწყდება რაც უნდა იყოს. ვიღაც დაიღლება ახლა. ეს მეოთხეა თუ მეხუთე? მოუწია ეხა აჩის განებება ამბარი ამარცხებს დანიელ დანელია გამარჯვებული ძალიან დაძაბული ითქვას ამ მეჩაპზე სერიოზული კამბექი დაატრიალა დანიელ დანელიამ 4 დაბადებული დაჭირდა ხო? კი, ბევრი რაუნდი იყო საკმაოდ. ოღონდ აქ როგორც შეეხება აგრეთვე ხა ესა განვარვაზე ნახოთ მე ძირითადი დროის ჰაილაითებია, ქონდა თავისი შანსები რა თქმა უნდა აჩოსაც, აი ეს ამბარი პირველი სპაიდერების დროს, მაგრამ კარგად დაიცვა დანელიამ თავი და ძალიან ემოციური, ძალიან გულდაწყვეტილია აჩოს ღერტი, მაგრამ არ აუშავს. ეს ბრძოლა ზოგი ზოგჯერ მოიგებ, ესეც ესეთია. ხო, აპლოდისმენტებით დავაჯილდოთ ეს ორი ვაჟკაცი. ბრავო. ძალიან მაგარი, ძალიან პრინციპული დაპირისპირება შემოგთავაზეს. ნახდათ მაგარი სანახაობა გვაჩუქეთ ბიჭებო. ამ შერკინებაში დამატებით უკვე ავირიე ფლაში რომელ რაუნდში მეოთხე რაუნდში ბუჩო მკარნახობს. დამატებით მეოთხე რაუნდში არბარით გაიმარჯვა დანიელ დანელია.
მშვიდად არის. რანია? გამეთანხმები, მე მგონი რომ ძალიან დაძაბული შერკინება იყო. როგორ შეაფასებდი შენს მეტოქეს, შენს თავს ამ ჭიდაობაში და რას საუბრობდი ძალიან დამაინტერესა. ვიფაობდი დამატებით დროში. გამარჯობა. მადლობა ყველას, ვინც მოგზანდით და ვინც გვერდში მეზეკით ხარი დამიჭირეთ. ძალიან დაღლილი ვარ და ვერ ვლაპარაკობ კარგად. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს რას ვლაპარაკობდით, უკვე ყველაფერი დამავიწყდა საერთოდ. ძალიან მიხარია რომ გავიმარჯვე. არც ძალიან მაგარი ბიჭია მართლა. და რავი, ალბათ 50-50-ზე იყო ვინ გაიმარჯვებდა და მე უბრალოდ ჩემი მენტალობით დავამარცხე ის. ერთი კითხვა მაქვს კიდე. მომენტი ხილხუგზე რო ყავდი დაჭერილი. ანუ ცოტა ჩემთვის გაუგებრად გამოჩნდა ეგ სიტუაცია, ანუ საჯისგან არ იყო მითითება რომ დაემთავრებინა ბრძოლა, ზუსტად როგორც მივხვდი, მაგიტომ შენ როგორ საფრთხეში იყავი, როგორც მივხვდი, თაფი არ ყოფილა, ხო? მაგრამ რამდენად ჭიდროდ ყავდი დაჭერილი და ანუ გამოძვრებოდი, როგორ ფიქრობ? ჩვენ ეს ბოლო 2 კვირა, რაც მე დავთანხმდი ბრძოლას, სულ ფეხებზე ვარჯიშობდით და მე მაგაზე არ დავთაფავდი არანაირად, იმიტომ რომ ვიცოდი რომ გამოვიძოდი და ბევრჯერ ყოფილა ეგეთ სიტუაციაში უბრალოდ ესე გამოჩნდა, მე ხელი მინდოდა დამერტყა მუხსერო, გამეწია მისი მუხლი, წესით ერთი დარტყმა თაფი არ არის. ხო, ნუ საჯით ყვილა ხომ არა, ანუ უბრალოდ მინდა შენი გზნობების გაგება მაგ მომენტში და რამდენად მყუდრო საბმიშენი იყო, თორე როგორც ასეთი გადაწყვეტილებას და არ სთვლი შეცდომად, ანუ სწორად რომ გამიგე. რამე ხომ არ გაკიდე სათქმელი, ვინმეს გამოწევას ხო ისურვებდი? გამოწევა არა, მაგრამ მინდა თქვა რომ ამ გამარჯვებას ჩემს მშობლებს, დედას და მამას ვუძღვნი და მინდა რომ იამაყონ ჩემი. მადლობა ღმერთს რომ დღეს გავიმარჯვე და რა თქმა უნდა ჩემს გუნდზე მინდა ვთქვა მე ბელგიაში ვარჯიშობ და ჩემი აზრით საქართველოში ეხლა თუ არა აუცილებლად იქნება საუკეთესო გუნდი რუსთავის ბლეკ-იგლი. ჩემ წვრთნელთან ერთად, ამიკო სიმონიშვილთან ერთად. ყველაზე მაგარი გრეპლერი საქართველოში. შესანიშნავი. აპლოდისმენტები დაუთმოთ. დანიელ დანელია. კლუბი ბლეკ-იგლის წარმომადგენელი. ჯუჯიცუ სცენაზე და გამაზე ხალხს. ეს კი 31 მაისს როუ თუ გამა. კიმაძე მემიშიში. მეგობრებო, უშტიკრები. გრადუს წევთ როგორც ყოველთვის უახლოვდებით ფინალურ დაპირისპირებებს და ეს დაპირისპირება არა მარტო სტილისტიკური იქნება, ვინაიდან ხდება გამოცდილი ჯიცერი, გამოცდილ MMA-ის მებრძოლს, ასევე არის წონითი სხვაობა, თითქმის 9 კილოგრამი და ეს ორთაბრძოლა ატარებს საერთაშორისო ხასიათს. ვინაიდან მე ვიხმობ გრეპლერს ფინეთიდან საკუ ლანტო! საკუ ლანტო გახლავთ გრეპლერი ფინეთიდან. სმუთკოპზე შეგიძლიათ ეს კაცი გადაამოწმოთ, საკმაოდ კარგი რეკორდია. საკუ ლანტო მეგობრებო! ის გახლავთ ჯუჯიცუს სპეციალისტი პრინციპში. საკუს მეტოქე! რომან ჩოჩიშვილი! რომან ჩოჩიშვილი იქნება. შუს 1-0-ზე აქვს რეკორდი GFC-ზე, მოგებული GFC Warriors-ზე. სამიშენი სხვადასხვა რეკორდი ჩაუკითხა დამარცხებული მეტოქი. თემო ესე თვალიზობთ. ვინ უფრო მძიმეა შენთვის ახლა ამ მომენტში?
გულია თქვა თითქოს ძიმე არ ვიცი ამ ძიმე უფრო დიდად ჩანს ანტო მე მგონია რა მაგრამ მაისურის გარეს რო არის ეგეც ფაქტორია ბატონო შავი ფერი აპატარებს მაგიტომაც ვიხომ რომ გამختარი გამოჩნდა მეც შენ არაფერი გიშველს ბროკოლიათი ხარ ოპა ტეკდაუნის თქოს ტეკდაუნზე შედიოდა ბინელი მონახოთ ძირითად შემთხვევაში ფინელიო ქართულს შეეკრება ესე დამთავრდება ეხლა ნახოთ მიწაზე როგორ აზრდება ფინელებს ხათა შორის აქტიურად ჩამოდიან საქართველოში აგერ სხვა ორგანიზაციებში ვხედავთ მათ ღმერთმა გაუმარჯოს კაი ხალხი არის ნორმალური ცუდი გამოცდილები საკმაოდ ჭკვიანები არის ხათა შორის აი ყველა ვიცნახე MMA-ის სამყაროში ვნახე და გავიცანი ყველა რა ორი გავიცანი და ორივე საკმაოდ ისეთ დაალაგებული რაღაც ინტელექტუალური ადამიანები აღმოჩნდნენ. ჭკვიანური საბრძოლო სტილით, კარგი fight IQ-ით იმის თქვენი და ისეც. აქ გარჩია ეხლა, ფინალის გარჩია. ჯოჯიშვილი. ხელს უტევს. მიატოვა. მეორე ხელს სულწილობა ქონდა ეხლა არბარი ძალიან ადრე გავიდა და ეხლა ზურგს დათმობს დიდი ალბათობით მეორე რამეკი ჩოქს არ აქცევს ყურადღებას დიდად ეგ არის მე მგონი მოუწევს დამოკის დამოკი აუ ჯოჯიშვილი წუთი 2 წუთი და 10 წამი დასჭირდა მას ის ვერი გაუზია და საკმაოდ ჯოჯიშვილი და MMA-ის მებრძოლები გრეპლინგში ძალიან სანახაუროები არიან, ხო, უფრო უხეშები არიან. MMA-ის მებრძოლები უხეში სტილი. რატომ კი? ყოველთვის ეს კითხვა მიჩნდება, რატომ კი? აღარც გინდა რომ გატკინო. ყველა შეხებაზე ცდილობენ რომ გატკინო რაღაცა. ყველა შეხებაზე ზედმეტი არის. რაღაცა იდაფი დაგაჭირო სადღაცა რაღაც. ერთი გამოშვებით შეიძლება. მეგობრებო, ამ დაპირისპირებაში თავის მოღრეც ვით ეს რეალნეკეთი არ იყო უკვე გამარჯვებულია რომან ჩოჩიშვილი მეგობრებო ასეთ რომან ჩოჩიშვილის გამარჯვება GFC Young Warrior 16-ზე 2025 წლის სექტემბერში რეალნეკეთი და აქაც გაიმეორა გამარჯვებელ გამარჯვებას ეს face crank-ი თუ რა დავარკო ამას ანუ იცოდი რომ დათაფავდა აქ უნდა ჩაყოლილი რა და სადღაც ეთკინებოდა რა. გრძნობდი. შესანიშნავი. რომან, როგორც რაღაც ძალიან ორგანულად გამოიყურები მიუხედავად იმისა, რომ შენი ბაზა MMA-ია, fight pitch-ში ორიოდე სიტყვა რო გითხრა, შენ ჭიდაობის სკილებზე სადლესავმად რა ბაზა გაქვს და რასაპირებ გრეპლინგის დარგში უშუალოდ. არა მარტო, MMA-ზეც გვიამბე. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მადლობა მობრძანებისთვის. პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი მოწინააღმდეგეს მიმართ. მადლობა რომ დათანხმდა ჩემთან ჭიდაობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წონა სხვადასხვები იყო და ძიმე ვიყავი. რაც შეეხება ჩემი ჭიდაობის ბაზას მე ძიუდოთი დავიწყე და დატამზე გავიზარდე რა ერთ სიტყვით. აქედან მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ხალხს, ვინც ფეხი ამადგმეინა დატამზე რა. ჩემი ძიუდოს მწვრთნელს ნიკოლო ზახალკაც, გიორგი ბერუაშვილს და დავით გაგიშვილს. მინდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვო ამ ხალხს, რადგან არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი ყავთ გაზრდილი და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრს გაზრდიან. რაც შეეხება ჩემ მომავალ გეგმებს მე აქ ვარ და საუკეთესოებთან მინდა ჭიდაობა რა. მეც ვერაფერს ვიტყვი. შესანიშნავი. მადლობა შენ შოთა. რომან. რომან ჩოჩიშვილი მეგობრებო. მიულოცოთ გამარჯვება. ძიუდოისტი კაცი ყოფილა თან ჩოჩიშვილი.
გადავედით შემდეგ დაპირისპირებაზე. როგორც მოგეხსენებათ, Team Marneus უნდა გაეზიარა ჩვენი Fight Pit-ი წესით და რიგით Lock and Choke International-თან. მაგრამ ვინაიდან Marneul-მა ვერ შეკრიბა გუნდის სრულ სასტავით, სამწუხაროდ წაგება მიენიჭათ ამჯერად. თუმცა გუნდის კაპიტნებმა გადაწყვიტეს, რომ უბრძოლველად არ დაეტოვებინათ ეს საკითხი. ზუსტად ამიტომ ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს და მე მინდა ვიხმო გუნდი Lock and Choke-ის კაპიტანი ნიკოლაი სტარადუბცე. ნიკოლაი სტარადუბცევი Lock and Choke-ის კაპიტანი და ადამიანი, რომელსაც სულ პირველ გამაგრეპლინგის იმეჯს აქვს მონაწილეობა მიღებული, ისიც ჩვენი საყვარელია. ნიკოლაი სტარადუბცე მეგობრებო. ეს კაცი ზომაში იზრდება რამდენი. ისედაც ხო დიდი შეხება. ვარჯიშობს. ეს ნიკოლაისთან ჩვენს Fight Pit-ს იზიარებს გუნდი მარნეულის კაპიტანი იმრან მამედო. იმრან მამედოვი იქნება მისი მეტოქი. იმრანის გვინახავს ჩვენ ამ Fight Pit-ში, როდესაც მარნეულის გუნდს კაპიტნობდა. ეხლა უკვე ინდივიდუალურად მიიღებს. მივესალმოთ იმრან მამედოვი მეგობრებო. წავედით. აქ აი წონაში სხვა თუ არის, აი აქ არის თემოთონაში სხვა. ოპა. გამოუსვა ფეხი წაიყვანა მიწაზე. კისერი აქვს აღებული გამოდოს. კარგად აქვს კისერი აღებული. და კარის დათახა. სტარადუბცევი. შეცდომა სტარადუბცევის ჩაუტოვა კისერი და ავიზნა რომ თავი ზუსტად ამ კისერზე იყო დამაგრებული და მამადობა წაიღო ეს თავის არში. ხანდახან ყოველს შევხედოთ ეკრანს. ბრაუ. რამდენი 22 წამი 21 წამი და მამადობა ამიკოს იმონიშნეს უყურებს, მაგრამ ამიტომ დაპირისპირებაში ილეთი გილიოტინა გამარჯვებულია იმრან მამედო. მოდი ახლა ამათოვის პროსებზე ვისაუბროთ. იმრან გილოცავ გამარჯვებას. ასე ტრეშტოკი ახდენოდეს გრეპლინგში ჯერ არ მინახავს ადამიანს. როგორც მივხვდი, ზუსტად ის გააკეთე, რასაც აპირებდი. თუმცა, როგორც ახლა ვიხსენებ, ფეხის მტკივნეულებს პირდებოდი. რაღაცა ხრიკი იყო ეს. განზრახ ტყუილში შეიყვანე შენი მეტოქე? მოგესალმებით ყველას. ფეხის მტკივნეულს არ ვამზადებდი, მინდოდა ფეხის მტკივნეული. შემდეგ წავედი ამიკოსთან დარბაზში, Black Eagle-ში და გავიგე რომ ფეხის მტკივნეულები მე არ ვიცი ესენი არიან. მოკლედ, მადლობა ყველას, მადლობა ჩემ გუნდს მომზადებაში, მარნეული თიმს. მადლობა ამიკოს გვერდში დგომისთვის. და მინდა გამოვიძახო ამიკოსი ხუმრობ, კაი. მადლობა ყველას, არ მინდა ვინმე გამოვიძახო. მზად ვარ გამოწვევებისთვის და დავხვდები ნებისმიერს. შესანიშნავი. 1-2 კაცი მყავს ჭკუაში, ვისი შემოთავაზებაც მინდა, თუმცა ნუ გავექცევით მოვლენებს წინ. დაველოდოთ მაისის გამაგრეპლინგს. მაისში თუ იქნები მზად იმრან, რომ მიიღო სუპერ ფაითი? მე ახლაც მზად ვარ. შესანიშნავი, ახლაზე რა გითხრა, თუმცა მაისისთვის დაგიმუშავებ აუცილებლად სუპერ ფაითს. მიულოცოთ გამარჯვება იმრან მამედო. მზად დავიბადეო მე საერთოდ ყველას ვეჭიდავებია და შეიძლება მაისში ვიხილოთ სუპერ ფაითში გამა ფაითს. თანამთავარ ბრძოლაზე მივედით თემო ამასობაში. სწრაფად მივდივართ.
ასე ნელ-ნელა და შეუმჩნევლად მივეპარეთ co-main event-საც. მაშასე მე მინდა ვიხმო თქვენთვის უკვე ცნობილი გუნდის წარმომადგენელი Black Eagles შეიძლება ითქვას მარჯვენა ხელი ნიკა მუშკუდიანი ნიკა მუშკუდიანი ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი მებრძოლი, მას ლეგენდარული მაჩები აქვს ჩატარებული, ერთხელ გუნდში 3 მეტოქეს გადაუარა ზედიზედ და ბოლოს დაიღალა და გავიდა უბრალოდ პიტიდან. აპლოდისმენტები გწევდეთ ნიკა მუშკუდიანი თქვენს წინაშე მეგობრებო. პოსტან აქვს ჩატარებული. ყოველ პოსტან აქვს დაჭიდავები, ხემო? ძალიან დაწაბული დაპირისპირება თავის დაუკარი შენიანი არ არის. ძალიან კარგი პერფორმანსი ჩვენება მუშკუდიანის წინააღმდეგ ტანკივით არის ეს კაცი. ნიკას მეტოქე. მეტოქე შესაბამის. გუნდი კოზა ნოსტრას წარმომადგენელი გაბრიელ ბარამია. აუს პალესტინით მოჭიდავე. წვრთნელი ჭიდაობის გაბრიელ ბარამია. ძალიან სანახაობრივი სტილი. აუ, რა ხელაზე ახლა ეს კაცი. ორი მოჭიდავე სხვათაშორის, ორივე თავის პალესტინიდან მოჭიდავ. მუშკუდიანის და მუშკუდიანზე არ ვიცი მართლა არ გამიგია, მაგრამ ბარამიას ძალიან დიდი გამოსtildeება. ოდის ვიხდით უძდები, მაგრამ ესე მახსოვს. გადავუწევ. ეს არის ჩვენი თანამთავარი ბრძოლა, შეგახსენებთ მუშკუდიანი ბარამიას წინააღმდეგ. წავით 6 წუთი. გამოუსახა და წავიდა ახლა მუშკუდიანი მიწაზე იგივე. კარტული გააკეთებინა, ნუ ეს მოსაოდნელიც იყო, ანუ მე მუშკუდიანზე ცუდი მოჭიდავე არ არის სავარაუდო ესე, მაგრამ ბარამია სხვა დონეზე იქნება. ხო, უფრო გამოსტილია. კი, ბევრად უფრო გამოსტილია მაკუთხით, თუმცა მუშკუდიანსაც დიდად არ ადარდებს ზურგიდან მუშაობა. მუშკუდიანი სხვათაშორის არც ისეთი ხნის წინ ჩასული იყო იანგარისთან UFC-ს. ქვესაშუალო წონის მუშკუდიანი? კი, მუშკუდიანი იყო ჩასული. იანგარისთან სავარჯიშოდ, კი ბატონო. გორში? არა. წაიყვანა. თავისთან ბანაკში საჭიდაოდ. და დაყვანილი წყავდა ასევე სპაიდერი ჩვენი. მუშკუდიანიო წასვლინავდათ? აუ მუშკუდიანი ნახეს თორეში იანგარისთან არ ყუპის სალი ყავს რომელიც ეჭიდაო იანგარის. მე ვიცი ბექაერაძე და მუხონ არსავიძე იყვნენ. აუ ბოდიში მუხო იყო. ბოდიში. მოდი ალტერნატიულ რეალობაში გვაცხოვროთ ხუჩო. ვცდილობ, მაგრამ შენ გვაბრუნდეთ მე რეალობაში და ხოც შემენე. უიბენინეზე. ჩემი ალტერ ეგო რიკ სანჩესია. დიდი ბულდოზერები მერევა ერთმანეთს. ორი ბულდოზერი ამერია ახლა ერთმანეთში. მიდის ბარამიასკენ. ო, არავერ გასტაგარს ფეხი მაინც ჩატოვებული აქვს. გადადის ფეხზე ახლა მუშკუდიანი. კარგად. ფეხი დაუკაცუნდა. და გაუშვა ბარამია ფეხი. ხელი. ზოგადად ტრავმების წინააღმდეგი ვარ, არ არის დასამალი და ყველა წინააღმდეგია, მაგრამ აჩჟღენს ეს რძვირად დაუჯდა წაღა. ნუ უნდა იმუშაო, იმიტომ რომ ოპონენტსაც პატი უნდა წერო. მიცეს საშუალება ან დაიცვას თავი, ან დანებდეს და შენ თავსაც უნდა მისცე მაქსიმალური შანსი რომ გაიმარჯო. თავის უშიგნით აქვს ხა და
ამითი არ აძლევს საშუალებას, რომ ღრმად შევიდეს და ფეხებზე შეუტიოს. დიფაფიდან მე შეიძლება გადავიდეს სხვადასხვა შეტევაზე. ბარამი არ აძლევს ამ ორივე საშუალებას. ფეხი ღია არის პოტენციურად. გააჩნია რას და როგორ გააკეთებ, მაგრამ თავით ზუსტად მაგის კონტროლ, მაგის პრევენციას ახდენს ხა ბარამია. თვითონ დაждდა, რაც არ მგონი კაი იდეა იყოს ხა. ახევარ გავიარეთ ბრძოლის 2 წუთი და 18 წამი დარჩენილი. ზეთადოს დროის დასრულებამდე შეიძლება ხელი ჩაუყუროს. მოუპატა შეიძლება გაუყუროს. მუშკუდიანი თუ მოახერხა რომ მიწვდეს მეორე ხელს, ამით დასრულდება პოტენციურად ყველაფერი. რა ცუდად აქვს ხელი ჩაყოლული ბარამიას. ძალიან ცუდად ეს არ არის. ეხა უკვე აღარ ხო? დაეტრიალდება? რომ ვერ მიცა ის კუთხე რაც შედებოდა მუშკუდიანმა მეტებზე, თუმცა ეხა აღჩობილას ეძებს აშკარად კი ბარამიას ხელი. ეხა დაეტრიალა და გამოიყო ხელი. კარგად დაიცვა თავი ბარამია. ახლოს იყო მიზანთან მუშკუდიანი. საინტერესო ხელი რა მდგომარეობაში აქვს. რომ წარეთკინოს ხო დაჭიმული შეიძლება კონდეს და დაკარგოს იმ ხელით 100% ოპერირების უნარი. ბატონო. სამუდამოდ ხა ეს ვერ დარჩება ბარამია. ჭირდება აუცილებლად გარფაზე ფიქრი და მუშაობა, უნდა გაცდეს რამენაირად, გარც თუ ვერ გაცდა სუ იქნება მუშკუდიანი შეტევების ქვეშ. ხო ხა რეალურად ამ ძირითად დროს იქეს მუშკუდიანი, ხო? ეს მიიღებს. კი მე ნამდვილად. გამომდინარე იქიდან ქულები არ გვაქვს სამშენებით ამ ტკივნეულეთებით ემუქრება. მეტოქეს უფრო მეტად მუშკუდიანი. და დიდი ალბათობით გადაბიჯებად სადა, მაგრამ დაიცვა მარტივად მუშკუდიანმა და დიდი ალბათობით გვექნება შეტევა უკვე მუშკუდიანის მხრიდან ოვერთაიმში. აწამიანი ნიშნული. ვერ ცდება, ვერ ახერხებს ბარამია რომ გასცდეს მუშკუდიანის ფეხებს. შევკინება მივიდა საჯების გადაწყვეტილებამდე. მივმართოთ საჯებს, ვის მიცემენ უპირატეს პოზიციას. საჯების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ უპირატესი პოზიცია გაბრიელ ბარამიას ეკუთვნის. საჯებს ვიდავ. მე არ ვეთანხმები ეს მართალი. მეც არ ვეთანხმები, მეგობრებო თავიდანვე დავაფიქრე, თუმცა ერთადერთი უნდა გადარჩეს ახლა ამ მომენტში და მე მასაც მიეცემა საშუალება გუნდურში ბევრად უფრო დიდი, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო დიდი ფსონი იდება ამ ყველაფერზე. დასაწყისში ბარამიამაც შეუტია საბმიშენზე კი ბატონო, მაგრამ შემდეგ უფრო მეტად შედეგად თქვის მუშკუდიანს ხონდა, მაგრამ გავიარეთ ეს ყველაფერი და ამ ბარზე უტევს ახლა მაღლა არის ახლა ბარამია. ვერ გაუხსნა ჯერჯერობით ხელი. ხა ნახევარი გავიდა დამატებით დროის. თუ ვერ მოახერხა ახლა ბარამია მეტოქის დასამიტება, მის მეტოქეს ეკნება იგივე პოზიციიდან ტკივნეულის აღების შანსი. დიდი ალბათობით გამოვა მუშკუდიანი და
დააღწია თავი. ეწყინა ბარამიას. ნახოთ, ეხლა თვითონ შეუძლია დააღწიოს თავი ყველაფერს და ისევ თავიდან დაიწყება. ჯახი ისევ თვითონ მიიღებს უპირატეს პოზიციას. არა და შანსი იყოს ბარამიასთვის. საკმაოდ ახლო ძირითადი დროის შემდეგ. ეხლა Black Eagle-ის წარმომადგენლს ნახოთ რა სიზავს. ბარამია მხრებით მიიწევს ტატამისკენ. ისევ პარო. ბეჭებით უბრალოდ ისერს უნდა მიაქციოს ყურადღება. ბარამიამ და აქვს ეხლა შანსი რომ გამოვიდეს. დიდი ავტომობილი გადააბიჯებს, თუმცა ისერსაც უნდა გაუხილდეს. გაჭედილი თემო მარცხენა ფეხი აქვს სულად გაჭედილი შეხედე. არა გახშავა და გამოწრა. ბრავო. ორივე დააღწია თავი მეტოქის შეტევებს დამატებით დროში. ეგრეთ წოდებული attrition 2 წავა ისევ. გაძლებაზე წავა, ვინ უფრო მეც გაუძლებს. აქ შეიძლება თქვი გადის ბევრი რაღაცა თამაშიდან და რჩება უფრო მენტალიტეტი და გამძლეობა. რა თქმა უნდა, ტექნიკაც შევა. მაგრამ ცოტათი იჩოჩებს. ახლა ხელი გაუშალა. კარგად ამოატრიალა ახლა. თუმცა მუშკუტიანმა კაი კუთხე აქვს ახლა. არჭიმული აქვს ბოლომდე ხელი. ისევ რაღაც ტრავმა არ ვიხილოთ. არა, იდაყვის არ იყოს პოზიციაში რომ დალებოდა მუშკუტიანი, მაგრამ ახლა გადააქვს კარგად საკმაოდ. ეძებს უნდა მიაწოს ახლა ბარამია. კივა აშკარად მუშკუტიანს და თქო კივა ამერდება. დანებდა მოუწია დანებდა. რაუზო მუშკუტიანმა რამდენხანსაც შეეძლო, მაგრამ აი შეეძლო ბარამიამ საქმის ბოლომდე მიყვა და არმბარით გამარჯვებული მეორე დამატებით დროში. გაბრიელ ბარამია. Cripple Street. საკმაოდ ღრმა იყო და უკვე შანსი აღარ ჰქონდა რომ არ დამედებოდა. არა, ძალიან პატარა ხმაურია ასეთი ბრძოლისთვის. ნადი დაიმსახურა საბრძოლო. მასასე ამ ძალიან დაწაბულ, ძალიან თანაბარ დაპირისპირებაში დამატებით დროში, მესამე დამატებით რაუნდში გაიმარჯვა არმბარით გაბრიელ ბარამია. გაბრიელ გილოცავ გამარჯვებას. საკმაოდ ძნელად გერგო ეს გამარჯვება, ძალიან ახლო დაპირისპირება იყო. შენ რა სიტყვი როგორი კმაყოფილი ხარ შენი პერფორმანსით? ბოდიში ცოტა ლაპარაკითაც დაგკლით ახლა და Are you impressed with your performance? მოგესალმებით ყველას. მადლობა მოსვლისთვის. GSP. მადლობა გამას. ჯერ მარტივი მეტოქე არ შემოხვედი ამ დატამზე. სულ ჩვენ საქმეს კარგად ვასრულებთ. მადლობა დიდი. შეეხება ნიკას ძალიან დიდი მადლობა. არაერთხელ შეხვედრია და სულ რთული ბრძოლები გქონდა ნიკასთან. რაც შეეხება ჩემ გუნდს. მადლობა ნიკის, ჩემ ტრენერს, მადლობა ნიქსონს და მადლობა ლუკას. ძალიან დიდი მადლობა ყველას მოსვლისთვის. გამოწვევებს არავის არ ვაპირებ, მაგრამ ველოდები თქვენგან ზარს. ოს
ოს ნიკა ნიკა მეთქი გაბრიელ გილოცავ ნიკას გავლას და ჩვენ საქმეს კიდევ უკეთ შევასრულებთ შემოგთავაზებთ სერიოზულ დაპირისპირებებს რომელიც არ იქნება ადვილი გაბრიელ ბარამია მეგობრებო მილოცოთ გამარჯვება რაო გაბრიელ ბარამიას ისე არის ესეთი ტონის გრეპლერი როდესაც ხარ მარტივი დაპირისპირებები არ გექნება არასდროს ამას აჰა მივედით მთავარ ბრძოლამდე თავარ შერკინებამდე დღევანდელ საღამოსი როგორც ჩვენმა მარკეტინგ თიმმა დაარქვა Generation Clash ამის გარდა მე დავარქმევდი სტილების დაპირისპირებას ასაკების დაპირისპირებას კლასიკა თანამედროვეების წინაშე მაშასე ამ კაცის რეგალიების ჩამოთვლა უბრალოდ ზედმეტი იქნება და საღამო არ გვეყოფა ყველაზე დამსახურებული და ტიტულოვანი ჯიცერი საქართველოში შავი კამარი კლუბი კოჭირას წარმომადგენელი და დამაარსებელი გოგა რაზმაძე კოჭირას წარმომადგენელი ახალ დარბაზს გახსნა მან და მისმაცმამ ჯიმი რაზმაძემ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი AGP World-ის ჩემპიონი JJIF-ის მსოფლიო ჩემპიონი JJIF-ის ევროპის ჩემპიონი და საქართველოს ნაციონალური გრეპლინგის გუნდის წევრი. დაუპირისპირდება გამას მაყურებლისთვის უკვე ფრიად ცნობილ გმირს ნიქსონ ვეკუა ცალსახად არის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გრეპლერი, ვინც ყავს არეშინია ამ კაცს ზომის, წონის, ფორმის არაფერს არ ერიდება. ეს არის დამკვირვი ბრაზილიური ჯუჯიცუ, როდესაც პატარა ადამიანს, ზომით პატარა ადამიანს ტექნიკის ხარჯზე შეუძლია ის გოლიათების დამარცხება. და აკეთებული აქვს ეს მას გამაგრებლის შემთხვევაში თვითონ უფრო დიდი არის. ამ შემთხვევაში კი. მაგრამ ნაკლებად გამოცდილი. ხო, მაგრამ ტექნიკას არც ერთი უჩივის მაგრამ შორის ხო ტექნიკურობას არც ერთი უჩივის. კი და ნუ რეალურად ნიქსონი არის ექსკლუზიურად ნოუგის სპორტსმენი. ბატონო. გოგას კი მაინც უფრო კიმანო ურჩევნია. თუმცა ნოუგიშიც საკმაოდ გამოცდილია და კომპეტენტური. თემო ეს აქშენ და დაიღო საჭე როგორც ყოველთვის დამეხმარე როგორც მინიმუმ ხანცილოს ზურგზე შეტევას რაზმაძე აქვს კარგი შანსი რომ რაღაც შექმნას კარგად დაიცვა ნიქსონმა არ მისცა საშუალება რომ ბოლომდე ასე ვთქვათ აუძრალიყო ამ დაპირისპირებას ჭადრაკებთ. აი თოჰოლზე უტევს ხა? დაიძრა. ჩაულა გვაქვს აღებული თავზე. აწובה და გოგა. აქვს ხა ისევ შანსი ეძებს ზურგს ეძებს გოგა ფეხს ეძებს ხა ფოლსტრიპით ნიკა საპასუხოდ პასუხობს გოგა თუმცა ხა თავს იცავს და ზურგზე შეტევის კაუნტერიცა და თავის ფეხი უჭირავს ხელით ვეკუას და ცდილობს რომ შეიტანოს შიგნით ისევ და ისევ ეგრეთ წოდებულ ფოლსტრიპში და შეუტიოს ქროსაში ეგრეთ წოდებულ ქროსაში
გარამიდან და ინსაიდ ჰუკზე მოხდეს, თუმცა იცის ეს ყველაფერი გოგამ, ყურადღებას აქცევს მაგ ფეხს და ცდილობს პოზიციონირებას ფეხებით ისე რომ ან ისევ შეუტიოს ჩატრიალდეს ზურგზე, ან გადაახტეს პოტენციურად, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს პოზიციების დაფიქსირებას. ერთი რა შემოჩნიეთ ცდება, აი თავზე საკმაოდ ხშირად მუშაობს გოგა რაზმაძე, ვიდრე ნებისმიერი სხვა მის გამოდის ხომ მოჭრა. ისერს უტვირთავს, ნუ აი რა ხშირად საუბრობთ ხა დარბაში, რომ ისრის დატვირთვა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი ჭიდაობაშიც, დგომში და მიწაზე დამღლელი არის, ასევე ძალასართმევ ოპონენტს ისრის მანიპულაცია ნებისმიერი ტიპის, ზოგადად თელტას ამუშავებ ვიდეოში. აი ხა straight footlock-ზე აქვს შანსი გოგას რომ შეუტიოს. აი ხა heel hook-ისაც ეძებს. მაგრამ შეიძლება ხა ზურგი დათმოს. ეგ არის როდესაც მისდევ ფეხს შეიძლება დათმოს ზურგი, მაგრამ ვეტერანულად დაიცვა თავი და ეხა პოტენციურად შეიძლება საიდ კონტროლში აღმოჩნდეს. თუმცა ფეხი და ჩაკეტილი აქვს, მაინც ჩარჩენილი აქვს გოგას, მაგრამ გამოიღო ძალიან ტექნიკური და მაუნტი, ხელის იზოლირება, ეხა არმბარზე შეუტევს გოგა. ეს მაუნტში გადავიდა ძალიან სწრაფად. ფეხები ცდილობდა მიწდომოდა ეხა ნიქსონი არ გამოვიდა, ეკუა უკაცრავად. ტუჩიდან სისხლი მოსდის მას. კარგი წნეხი ზემოდან რაზმაძისგან. ორწუთზე ნაკლები ძირითადად დროს დასრულდა. კარგი მძიმე მაუნტი აქვს ეხა რაზმაძეს, ხელის სამკუთხედს ეძებს. ეს თუ ჩაკეტა შესაძლოა რომ ყველაფერი აქ დასრულდეს. ჯერ არა აქვს კარგად აღებული ბიცეპსი. ამზადებს. მეთოდურად მედის. ფეხი დაიჭირა. ვეკუამ რაც ნუ საშუალებას მიცეს მას რომ მეტი შანსი ქონდეს რომ გადარჩეს. მოუწევს რაზმაძეს რომ აი გამოიღო ისევ. გულშემატკივრის შეძახილება. გადაატრიალა მაუნტიდან. სწორი მომენტი და დააღწია თავი ხა რაზმაძის მოვსახა ხა აღჭობელაზე უწევს ხელი ძელი აქვს საკმაოდ იცოს ფეხი არის ჩარჩენილი სიკიში სოლესიკიში სოფეხსია შესული. ვარჩია პასინგს არჩია, გარსგასტეს არჩია, რომ ისევ გარდიდან იმუშაოს. უამ პრომისი სტილი ეგ არის. თეთრკმის არ დარჩა და ამაზე საუბრობთ კისრის დატვირთვაზე და თუ ეხა უკვე ეხა რა მოდი არ გამოვიცი ხავ საჭირს აი სამაინტერესებს შენ ნუ ეხა გავიცი ჩემი გემოვნები და დარბაში რომ საჭირს მივმართოთ მათ და გავიგოთ აბა ვის ეკუთვნის უპირატესი პოზიცია საჭირის გადაწყვეტილებით გოგა რაზმაძე იწყებს ზურგით ნახევარი გოგა რაზმაძეს მეტოქის დასაფინიშებლად. სამკუთხედი მოდიფიცირებული ხელს ებრძვის შეიტანა ისის ქვეშ ჩაკეტილი აქვს. ვეკუა ძინარა ქვენახავს ჩვენ გამასპიცე და არ არის ეს კაცი დამთაფავო თუ წესი კაუს ხან მეორე ხელს ვერ მიაქვს ბატონო თავის უკან დამალოს გოგმა ჭირდება რაზმაძეში ხელი შეიტანოს და მე დამალოს
გეთანხმები კი ნიქსონი მარტივად არ დათაფავს მით უმეტეს მახჩობელაზე. არა, ეს ბიჭი ცეცხლია. No turnouts here, no turnouts. Head and shoulders to the floor. In a body triangle. ცდილობს რომ მოახჩოს. შეიყვანა ხელი გოგამ საკმაოდ სუგად. არა, მაგრამ დააღწია მაინც თავის ხელს ეგ სწორად და გამოძრება როგორც ჩანს აქედან ეკულა. ჯერჯერობით ძალიან მჭიდროდ უჭირავს გოგას. ეგრე მარტივადაც ვერა, მაგრამ დრო გადის. ანუ უჭირავს, მაგრამ დრო გავა და კი, დრო გავა. არჩია რომ ენერგია აღარ დაეხარჯა მეტოქის დასაბუთებაზე. ხა ეკვა მიიღებს იგივე შანსს ზურგიდან მეტოქის დაფინიშების შანსს. ახლა ნიქსონი შეეცდება რომ ზურგიდან საბმიშენით დაამთავროს ეს ორთა ბრძოლა. წავედით. ეკვა შანსი. ტანი სამკუთხედი ეგრევე თავის ძილ ფეხებს ეფექტურად იგრებს ნიქსონი ეკუა და ეხლა შეეცდება ისე შეუტიოს ჩაკეტილებს სამკუთხედი. და მოსახის დაკროსტები. ხელზე შეიძლება საბოლოოს შეტევა კისრი ჩაკეტა გზა და ეგრევე სამკუთხედს დაუბრუნდა ეკუა. მარტივად აირიდა თავიდან ყველაფერი აზმაძე More than 20 seconds, Nixon. 20 seconds on you. 15 წამი. მე დამატებით დროის პირველი რაუნდია დამატებით დროების და ეხა შემდეგ იქნება სპაიდერვებიდან არმბარის მცდელობა. არმბარის გაკეთებაში. ერთსაც და მეორესაც. რეალურად ეს გრიფით უჭირავს ვეკუას რაც არ არის საკმარისად ძლიერი ესეთ სიტუაციაში მაგრამ გამოუძრა ძალიან მოქრია ძალიან ელასტიური საკმაოდ და ელასტიური ერთი სიამოვნება ამორის დაპირისპირების ყურა ძალიან მაღალი დონის მატჩი ყოველდღიურად ხა თვალს ჩვენ გამა ფაით პიჩი და რეალურად მარტივ გამარჯვებას არც ერთისგან არ ვეუბნით ამ ბრძოლას დავარქმევ იმიტომ რომ ბრძოლა აბარა ეხა უკვე სხვანაირი ეს გრიფისგან განსხვავებით გოგა რაზმაძეს კარგად ეჭირა ბიცეპსში ეჭირა მაგრამ ეხა გადაიყვანა და მაგრამ გეიბლ გრიფით უჭირავს ეხა რისტურისტით და იმის ხელსაც აკონტროლებს ხა რეალურად აი შეუტევს მაჯას რონდა როუზიმ გაიგუცა მაჯას შეუტევს ეგრეთ წოდებული შოლდერებს გამოვიდა ანი ქონდა ძალიან კაი პოზიცია გიორგის როდესაც უტევ მაჯას ეგრეთ წოდებული ამერიკანას მექანიკა ირთვება და მე უცებრად გახსნა ისევ ზურგი გოგარაზმაძე იღებს ზურგს და ეხა ექნება შანსი რომ აღჭობელა შეოსულოს ვეკუავს ნახეთ პირველ დამატებით დროში როდესაც ორჯერ შეძლო მან რაღაცა ჰანდიკაპის ქვეშ ხელი შეცურება თუმცა მაინც ვერ მოახრჩო ვეკუა რომელიც ძალიან მაგარი დაცვა აქვს ბეჭებით ეგრევე წავიდა რატამისკენ ტანი კი აქვს დაფიქსირებული ეხა როგას და არ უნდა გაუშვა სიტიაში ესე მარტივად მაგრამ მაინც როგორც მინიმუმ მაუნს დათმობს და გამოვა
აუ ჭადრაკია ჭადრაკი მიდის ბატონო სამხედრო ჩაკეტავეკო All the way through, Nixon. Punch the choke all the way through. Dig deep for it. Dig deep for it. ჯერჯერობიდან ხელი კი აქვს შეცურებული, მაგრამ აი კუთხე არ აქვს საკმარისად კარგი. აი ისევ ხელს ეძებს ამბაზე თავს აჭერს და არ უშვებს. რითიცავს ახლა თავს რაზმაძე? აი თავის რითიცავს თავს? ხო, აი მექანიკურად თავს აჭერს რომ მითხარია. ხო, ანუ რეალურად ხო უნდა რომ ხელზე გადავიდეს ეძებდა. ხელზე რო გადახვიდე, თავი უნდა გადაიტანო მეორე მხარეს. ხო, ანუ ამ შემთხვევაში თავი უნდა გადმოუტანოს რაზმაძის მარცხენა მხარეს. და თავით რო ბლოკავს, ვერ გადააქვს და პოზიციონირება არ აქვს ამბავში შესაძლებელი. ეს არის მესამე დამატებით რო წერანდელივით არ აგვერიოს. მაგრამ არც აგვერია წერანდელო. ეხლა უკვე წავიდა იმაზე რომ აღარ ცდილობს გოგა გამოძრომას, ცდილობს რომ დროს დაელოდოს და ეგრე გამოვიდეს. 10 წამი ენერგიას ზოგავს. ხო, ეხლა საბმიშენის შანსი ძალიან ცოტა, ძალიან მიზერულია. დასრულდა. მესამე დამატებით რო დასრულდა, გადავედი 4-ზე. ძალიან გაძაბული ჭიდაობა მიდის. აბარა. ეს გრიფით. იმიტომ რომ გახსნა დიდად პრობლემას არ წარმოადგენს ვეკუასთვის, იმიტომ რომ ერთ დღეს შევა წარმოადგინოს, ამიტომ ხო. ხო, ბატონო. იმიტომ რომ რაზმაძის შეცვლის თავის ჩაუდა პირველიდან გამომდინარე ისწავლის და მუხლი შეიტანა ეს ძალიან კაი არის ვეკუასთვის. მოვიდა. ვეკუა მიიღებს შანსს. მე-4-ით. წავედი. გაუჭიმა ხელი. იკავეკუა გამარჯვებული. ამ სუპერ ფაიტში. ისი აფსეთი გაფიქსირდა. ახალი თაობა იგებს. ძირითადში ძველმა მოიგო საბოლოო ჯამში ახალმა. ძალიან რთული სიტუაციაა შეძლო. იკავეკუამ გამოძრომა და მაინც მე-4 დამატებით დროში მიიღო შანსი და გამოიყენა. არმბარით ამარცხებს ლეგენდარულ თავისუფლად ამ სიტუაციას ლეგენდარულ ქართველ გრეპლერს დოქტორ რაზმაძეს. აი ეს პირველი სპაიდერვების სცენარი საიდანაც გამოძრა და ეს ბოლო მომენტი არ არის. ნუ ეხა ეს რუსეთი ზოგადად მაინც უფრო ახალგაზრდებს უწყობს ხელს, იმიტომ რომ ძელვადიანად შეაგრძელდეს და საბოლოო ჯამში იყო მოსალოდნელი შესაძლოა უპირველეს ყოვლისა ამ უდიდეს გრეპლერებს კიდევ ერთხელ აპლოდისმენტების ქუხილი დაუწყო. სახურები სოუპრაკოლა. ხოლო ამ ორთა ბრძოლაში გამარჯვებულია მე მგონი მე-6 რაუნდში, დამატებით რაუნდში, ხო, ბუჩო? მეხმარე. მე-6, bro. რა, მე-6 დავითვალე, 4 როგორ ხო? კაი. 4-ო, კაი, 4 იყო. გამარჯვებულია! არმბარი! ნიქსონ! ვეკუა! მე-4 იყო.
ხო ნამდვილად მეუთხე იყო თქო. არ ვიცი. ეს ის თუ ახსოვდა ხარ გავასწარე. სანამ ნიქსონასთან მივიდოდე, მე მინდა გოგას გამოველაპარაკო ორიოდე სიტყვით. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა. გოგა პატივი რომ დაგვდე და ჩვენს გრეპლერ პიტი რომ გამოსცადე და იჭიდავე. როგორია პიტში ჭიდაობა? ზოგადად გამაგრეპლინგზე რა სიტყვი და შენს მეტოქეზე როგორი თაობა მოდის? მოგესალმები მაყურებლებს. თავარია ჯიუჯიტსუში ჭიდაობ 14 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ ყველა მიცის, მონაგები მაქვს ძალიან ბევრი რამ ჯიუჯიტსუში, მაგრამ რაც თავარია, ჯიუჯიტსუ ასწავლის ყველას თავდაბლობას. არ არის მნიშვნელობა ვისთან ჭიდაობ, ვისთან გამოდიხარ, ყველასთან უნდა ეჭიდაო. მიცე შენ თავს იმის საშუალება რომ გამოხვიდე აი შიგნით რაც გაძლევს იმის უფლებას რომ არ იჭიდაო ყველა შეჯიბრებაზე გამოვდივარ არა აქვს შენთვის მნიშვნელობა ის მაღალი რანგის არის ან დაბალი რანგის ნიკას მიულოცავ სასიამოვნო როა საქართველოს ხავს ასეთი კარგი თაობა თუ არ მახსოვს 4 თუ 5 წლის უკან ვიჭიდავე გამაში პირველად და ძალიან ცოტა მაყურებელი იყო ეხლა თქვენ ბევრი ხართ ეს ძალიან უხდება ჩვენ საქართველოს და იმედია რომ მომავალში ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ADCC-ის ჩემპიონი და UFC-ის BJJ-ის ჩემპიონი. გოგას მოწმობა! გამოსულა აპლოდისმენტები! მე ნიქსონასთან მივალ გილოცავ ნიქსონ გამარჯვებას, როგორც რო გესტუმრე დარბაზში, როგორც შენი თქვი, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ეს შენთვის და ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი გამარჯვება მოიპოვე, როგორც შენი თვე ცნე ეს ბრძოლა. რა სიტყვი, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი თავით, რამდენად ძნელი ჭიდაობა იყო ეხა, ადვილი რო არ იყო, ყველა ვნახეთ. და ზოგადად რა გზნობებით ხარ ახსავსე და რა გეგმებს ისახავ წინ? მოგესალმებით ყველას. ყველას კაი საღამოს გისურვებ და მადლობა რომ მოხვედით. პირველ რიგში მინდა განვიხადო ერთ ადამიანს დიდი მადლობა. ეს სურპრიზი გამიკეთა სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა ეს არის ჩემი უფროსი ძმა გიორგი. მაგის გარეშე ჩემი სპორტის გზა არ დაიწყებოდა. უკვე მე-9 წელია რომ ჯიუჯიტსუში როგორც მებრძოლე და წვრთნელი ვარ და მეორე რიგში ძალიან დიდი მადლობა აი ამ ბრენდს აბჯარი ყველა პროფესიონალებს მადლობა ვალერიანს რომ დამეხმარა და დამისპონსორა ჩვენ ორივე გაბრიელი და მე მოვიგეთ ამ რაშგარდებით და მესამე რიგში ჩემი გუნდს my coach, my beloved coach, Nick Daniels. Thanks a lot for everything that you do for the team and for us, for competitors. It's an honor to be your student, bro. შემდეგში შევხვდებით მაისში გუნდურ შეჯიბრზე ლა სამურაითან და მე მზად ვარ ყველა გამოწევაზე. მზად. ნებისმიერი წონა, ნებისმიერი დონე, მე აქ ვარ, სულ ბოლომდე ვეჭიდავები. და კიდევ რა თქმა უნდა გოგას დიდი მადლობა ჩემთვის, დიდი პატივისცემა ჩემგან. თქვენ ხართ ქართულ ჯიუჯიტსუს ლეგენდა და ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიამოვნებაა რომ აი ამ მატებში გავიზიარეთ ერთი ბრძოლა. მადლობა კიდევ ერთხელ. ნიქსონ, ერთი ახალგაზრდა გამოვიდა და რაღაცის თქმა უნდა შენთვის როგორც ვიცი. სალამი ყველას. მოკლედ მე ჩემი გამოწვევა დაუფიქსირე 2-3 კვირის წინ, დამთანხმდა ნიქსონა და ივენტზე მოვედი რომ პირადად face off-ისთვის დავდგე და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეხლა შემდეგ ივენტზე, მაგის შემდეგ ივენტზე ვერ ვიჭიდავებ 3 თვე ნახევარი, 4 თვე და რა წონაშიც მეტყვი მაგ წონაში მოვა. და გავარკვევთ. კიო, მოგესალმები. მიხარია რომ აქ ამოხვედი და გამოწევა გააკეთე უკვე, მაგრამ რამდენი კვირა არის გამოსული, მაგრამ იცოდე რომ
როდის იწევ ვიღაც სახელს, ჯერ უნდა მზად იყო და არა იყო მაგის დრო რომ მოიმზადო. თუ მზად ხარ, ეხლაც გეჭიდავები. აი ეხლავე. მე ჯანმრთელობის გამო გითხარი, პრობლემების გამო, მაგიტო გინიშნავს წინასწარ, დავა ზაკაზო, ასე რომ ვთქვათ. და მოგხედა. დაზაკაზო ეგ არ არის რაღაცა მაღაზია. კაჩ მე მზად ვარ. შემდეგში ან შემდეგის მერე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წონაში იყავი 90, იყავი 100, ჩემთვის სულ ერთია. დავაი, არაა პრობლემა. ჩვენთვის ეს მithumedes არაა პრობლემა. მოდი დავა face to face-ოდ. ჭამაია ნახავთ გიორგი ჭამაია სულ რაღაც 4 თვეში განსაკუთრებული ყავილები ეგა გამორჩეული ამერობისკენ რეპლიკის სცენის ეს პანჩი გრებაც ესპავანი მატჩი პირდაპირ მაგას კიდე ერთი გამოწვევა დაფიქსირდა მეგობრებო ნიქსონას მიულოცოთ გამარჯვება გიორგიც მოიხოდება დღევანდელი გრეპლინგ ივენთი მე მგონი ვიად საკაიფო გამოგვივიდა სანახაობრივი დღეს სულ ეს იყო ხვალ უკვე შიშველ მჭტებზე დავეტაკებით ერთმანეთს დღეს კი გემშვიდობებით გამა ჭამაია ჩემ ერთ-ერთი საყვარელი გრეპლერია ზოგადად ახალგაზრდა გრეპლერი ვინც მოდის თემო დიდი ამბიციები აქვს ამბიცია ბექაპსაც უკეთებს მოდი ეხლა ბექაპსაც უკეთებს კი ასრულებს ასაკეთებს და ასრულებს თუ მაღლა უმიზნებს ხო უბრალოდ ნიქსონი და მის ჯახს დავაუდები სულ მოვთქვათ მაგრამ მე მინდა რომ შენ გამოგიწვიო თემო 2046 წელს 47-ში